ბრალად წაუყენეს კოჯორში საზოგადოებრივი თანხმშეყრის ადგილზე, არღვევდა წესრიგს, მილიციამ მოუწოდა წესრიგისკენ, მან ძალადობა გაუწია. სინამდვილეში რა მოხდა და მოგიყვებით ყველაფერს. ჩემი შვილი მსახურობდა კოჯრის ბატალიონში და იყო საკონტრაქტო ჯარისკაცი. ერთი თვე წაყვანილი ყავდათ გერმანიაში სწავლებაზე. შემდეგ ქონა მოკლევადიანი შვებულება. ამზადებდნენ ავღანეთში წასაყვანად. მოვიდა ბავშვი, ნახა კომპიუტერში პატიმართა წამების კადრები, რამაც მასზე ძალიან იმოქმედა და გამოთქვა პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ. შემდეგ 27-ში ჯვართამაღლების დღეს თავის მამაოსთან, მამა კახაბერთან ერთად იყო წირვაზე. წირვის შემდეგ მოაწყეს მშვიდობიანი აქცია ხაშურის მილიციის წინ ძალადობის წინააღმდეგ. ჩემ შვილს ეცვა სამხედრო ფორმა. ამ ფორმით გამოხატა თავისი პროტესტი. საღამოს მოვიდა გორის სამხედრო პოლიცია, წაიყვანეს ჯერ გორში დაკითხვაზე, შემდეგ ბატალიონში, თავის მამასთან ერთად. მამამ ისუთხრეს, არაფერი პრობლემა შენ შვილს არ შეექმნება, ჩვეულებრივად იმსახურებს და იქნება. გავიდა 3 დღე, ამ დღის განმავლობაში ჩემ შვილთან ვერანაირ კონტაქტს ვერ ვამყარებდი, გამორთული ჰქონდა თავის მობილური ტელეფონი. შემდეგ საღამოს დავრეკე ნაწილში, მიპასუხა, ზუსტად ვერ გეტყვით, კაპრალი იყო თუ უფროსი იყო, რომ ვიკითხე, ჩემი შვილის ძალიან გთხოვთ დამალაპარაკეთ, ან მაინტერესებს როგორა იმათმაც ტელეფონი გამორთეს. მეორე დღეს ავედი კოჯრის ბატალიონში. პირველი მნახველი ვიყავი მე. ჩემს შემდეგ მოსულ მშობლებს ყველას თავის შვილს აჩვენებდნენ, ამასობაში გავიდა 5 საათი. გამოვიდოდნენ, მეტყოდნენ, შენი შვილი სადილზია, შენი შვილი შიგა განაწეშია. მერე მითხრეს, შენი შვილი თვით დათხოვნაშია. 3 დღის წინ ჩემი შვილი სად უნდა ყოფილიყო, ჩემი შვილი ან იქნებოდა თბილისში, ან ჩამოვიდოდა ხაშურში. შემდეგ გამოვიდა კიდე ერთი და მითხრა, შენი შვილი გაიპარა. ზუსტ პასუხს არავინ არ მეუბნეოდა, რომ ავტეხე ტირილი და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვტიროდი და ვიძახდი, აქ მოვიკლავ თავს, თუ არ მეტყვით ჩემი შვილი სად არის. მერე კეთილი ინებეს, გამობრძანდა ერთი და მითხრა, თქვენი შვილი დაკავებულია წინასწარი პატიმრობის იზოლატორში. და რამდენი დღეა უკანას დაკავებულია? 25 დღეა. და გათავისუფლებაზე თუ მიმართეთ, ან ადვოკატმა თუ შეიტანა? ძალიან გულთან მიიტანა ხაშურის დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყველა წევრმა. გავასაჩივრეთ, მაგრამ დადგენილებაში ნათქვამია, თითქოს ჩემი შვილი არის გამოპარული, არის ხულიგანი და არანაირ აქციაზე დაპატიმრებული არის, არსად არ არის ნაჩვენები. სინამდვილეში ოცნების აქციიდან აიყვანეს. დღემდე გაუნთავისუფლებელია. ყავთ საგარეჯოში დაპატიმრებული. ვითხოვ მის განთავისუფლებას. ჩემი შვილი არის უკანონოდ დაჭერილი. ის არის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული და სულით დამოწოდებით ჯარისკაცი. ჩემს შვილს ციხეში რა უნდა? მოხდა მისი იზოლირება და დაკავება და დღემდე იმყოფება პატიმრობაში. კანონიერების გზით ვითხოვთ დავით ლომსაძის განთავისუფლებას. გასულია ამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა. უკვე უნდა ეცნობოს სათანადო ორგანოებს, თავდაცვის სამინისტროს იმ ნაწილს, იმ ხელმძღვანელობას, სადაც თვითონაც მსახურობდა, საქმის კურსში ჩავაყენოთ თავდაცვის მინისტრი, რამდენადაც ახლა ეს ფაქტები ჩემთვის ცნობილი გახდა და მიიღო ზომები, როგორც ზეწოლა იმ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების მიერ, რომელთაც აიძულეს, გააპროტესტეს, ასე ვთქვა, თავიანთი მხრიდან ეს ფაქტი, რომ მონაწილეობა მიიღო სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა მოქალაქემ
ეს მიიჩნიეს ალბათ რაღაცა განსაკუთრებულ ფაქტად იმის გამო რომ სამხედრო ფორმაში იყო ჩაცმული და ეს საერთო პროტესტად აღიქვეს რამდენადაც ახლა აქედან ჩანს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს თავდაცვის სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით რომ გათავისუფლებული იქნას როგორც უკანონოდ დაპატიმრებული და სამართალდარღვევის ფაქტის გამოყენებული სანქცია მის მიმართ. გადავაგზავნეთ ახლა დეპუტატთან, ჩვენ მაჟორიტარ დეპუტატთან და მიაწვდის ბატონ ალასანიას. ალასანი ალბათ ხუთშაბათს ამ პარასკევს დამტკიცდება და პირველივე დღეს გამოუშვებენ, დარწმუნებული ვარ.